რუსეთი მაქსიმალურად აფართოებს თავის ბირთვულ რიტორიკას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა შეუმჩნევლად უკვე განათავსა თავისი ბირთვული იარაღი იქ, სადაც ნატოში საერთოდ არ ელოდნენ. დღეს ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ლუკაშენკომ და პუტინმა, ვიდეო კავშირის საშუალებით ჩაატარეს ერთობლივი ცურთნა ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილებთან ერთად. ეს იყო პირველი ასეთი ერთობლივი ცურთნა. და ლუკაშენკო და პუტინი ამაყობდნენ იმით, რომ თითქოს ნებისმიერ მომენტში კოორდინირებულად შეუძლიათ ბირთვული იარაღის გაშვება მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. და პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბირთვული ტრიადა თითქოს უნდა მუშაობდეს მოწინააღმდეგეების შეკავებისთვის, მაგრამ პრობლემა აქ ბევრად უფრო დიდია. ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ ზედაპირზე ჩანს. ხოლო ის, რაც ფარულად ხდება, შემდეგია. ნატოს სადაზვერო სამსახურები უკვე გარკვეული დროა აკვირდებიან რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ცდილობებზე, რომ ზღვის ფსკერზე განათავსონ რაკეტები, რომლებიც ბირთვული ქობინების ტარებას შეძლებენ. საიდუმლო პროექტი კოდური სახელწოდებით სკიფები შესაძლოა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება, მაგრამ მისი შემჩნევა მხოლოდ ახლა მოხერხდა. და დამიჯერეთ, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ძალიან შემაშფოთებელი სიგნალია. ასე რომ მოდით ყველაფერში ერთად გავერკვეთ. მოკლედ, რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი დღეს კიდევ ერთხელ იქნევდა ბირთვულ კეთს. ბირთვული ტრიადა უნდა დარჩეს რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის სუვერენიტეტის საიმედო გარანტად, გლობალური პარიტეტის შენარჩუნების ინსტრუმენტად. ასეთი განცხადება დღეს გააკეთა რუსეთის გამელოდებულმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეო კონფერენციის დროს, როცა ესაუბრებოდა ბელარუსის კარტოფილის დიქტატორ ალექსანდრ ლუკაშენკოს. ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილებთან ერთობლივი ცურთნის ჩატარებისას. ეხლა კი მოვიყვანა ამ გამელოტებული ჯუჯა ვლადიმირ პუტინის ასეთ ფარისეულურ ციტატას. ასეთი იარაღის გამოყენება შეიძლება იყოს მხოლოდ უკიდურესი განსაკუთრებული ზომა ორი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამასთან ერთად, მსოფლიოში დაძაბულობის ზრდის, ახალი საფრთხეებისა და რისკების გაჩენის გათვალისწინებით, ჩვენი ბირთვული ტრიადა, როგორც ადრე, უნდა იყოს კავშირის სახელმწიფოს სუვერენიტეტის საიმედო გარანტი. ბირთვულმა ტრიადამ უნდა უზრუნველყოს სტრატეგიული შეკავების ამოცანების გადაწყვეტა, გლობალური პარიტეტისა და ძალთა ბალანსის შენარჩუნება გლობალურ დონეზე. და არსი იმაშია, რომ ეს ცურთნები იყო მიმართული რუსეთის ფედერაციის მსგავსად, იმაზე, რომ მოხდეს თანამდებობის პირების მოქმედებების დამების დამუშავება ბირთვული იარაღის გამოყენებისას მართვისა და ურთიერთქმედების კუთხით. მათ შორის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებულისაც. ან ფაქტობრივად ეს არის სიმულაცია იმისა, თუ როგორ იმოქმედებს მინსკი მოსკოვის ბრძანებით პირობით ბირთვულ რაკეტებს გაუშვებს. თავად ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს დემონსტრაციულად ესტუმრა ბელარუსის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ბრიგადას ოსიპოვიჩის რაიონში და განაცხადა, რომ ადრე ოცნებობდა რუსულ კომპლექსებზე ისკანდერი და ბოლოს ახლა ისინი უკვე მის განკარგულებაშია. ლუკაშენკოს თქმით, ისკანდერი შესანიშნავი იარაღია. ასევე მან გაეცნო ბრიგადის მართვის პუნქტის მუშაობას და ეს ყველაფერი ამ მიმდინარე ბირთვული ისტერიის ფარგლებში ხდება. მანამდე შეგახსენეთ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა წურთნების დაწყების შესახებ, რომლებიც ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების დანაყოფებს ეხება. აი ეს ბირთვული წურთნები მანამდე შეგახსენებთ ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ 18 მაისს განაცხადა დაწყების შესახებ და ისინი ერთობლივად ტარდება. Одичалыми военными. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკვე მიაწოდა ბირთვული საბრძოლო მასალა ბელარუსის ტერიტორიაზე არსებულ საველე საცავებში. ვიზიტის დროს ალექსანდრ ლუკაშენკომ მოისმინა ანგარიში ბირთვული დარტყმის მომზადებისა და განხორციელების შესახებ ელექტრონულ ფორმატში. მას აჩვენეს გამშვები დანადგარი. ისკანდერემ და პირობითი ბირთვული სარაკეტო დარტყმის განხორციელება, თუმცა რაკეტის რეალური გაშვების გარეშე. თავარია ის, რომ სანამ რუსეთი და ბელარუსი ატარებენ ამ ბირთვულ ცურთებს, აშკარაა, რომ ისინი ცდილობენ ნატოს დაშინებას. თვითონ ალიანსში კიდევ უფრო შოკირებულები არიან. ნატოს სადაზვერო სამსახურები უკვე გარკვეული დროა აკვირდებიან რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს რუსების მცდელობაზე ზღვის ფსკერზე განათავსონ რაკეტები, რომლებიც ბირთვული ქობინების ტარებას შეძლებენ. რუსების საიდუმლო პროექტი კოდური სახელწოდებით სკიფები შესაძლოა უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება. ამის შესახებ დღეს გერმანული მედია წერს. და როგორც ცნობილი გახდა, ბოლო თვეებში ნატოს დაზვერვა სწავლობდა რუსების ამ სარაკეტო პროექტს. ანალიზებდა სატელიტურ სურათებს, იკვლევდა რუსეთის სამეცნიერო მონაცემთა ბაზებს და ისტორიულ დოკუმენტებს, იღებდა ინფორმაციას სამხედროებისა და მზვერავებისგან.
სარაკეტო დანადგარები ზღვის ფსკერზე სერიოზულ პრობლემას შექმნიდა ნატოსთვის ომის შემთხვევაში, რადგან მათი აღმოჩენა და განადგურება რთული იქნებოდა. შიში იმისა, რომ ბირთვულმა სახელმწიფოებმა შეიძლება სადმე მსოფლიო ოკეანეში დამალონ თავიანთი ბირთვული იარაღი, ჯერ კიდევ ცივი ომის დროს არსებობდა. და სწორედ ამით 1970 წელს გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღისა და მასობრივი განადგურების სხვა სახეობის იარაღის განთავსებას, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე და მის ქვეშ. რომელსაც შემდეგ ხელი მოაწერა მსოფლიოს დაახლოებით 80-მა ქვეყანამ, მათ შორის იმდროინდელმა საბჭოთა კავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მაგრამ ამ შემთხვევაში სკიფების პროექტის ფარგლებში რაკეტების განთავსება იგეგმება ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, რუსეთის ტერიტორიაზე. ანუ ეს არის რუსეთის ტერიტორიული წყლები, ამიტომ თითქოს ფორმალურად ისინი ამ შეთანხმებას არ არღვევენ. დასავლური სადაზვერო წყაროების მიხედვით ისინი შეიძლება მდებარეობდნენ ფსკერზე. რაკეტები სპეციალურად განთავსებულ ადგილას არის განლაგებული. ботаных шахтах или контейнерах. მყინვარული ოკეანის ფსკერზე ან წელს მეორე მხრივ ეს მხარეები რაკეტების განთავსების შემთხვევაში ისინი ხანგრძლივი დროით დარჩებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად გაეშვებოდნენ. ანუ ფაქტობრივად ეს ზღვის ფსკერზეა. ფსკერზე ყენდება გამშვები კონტეინერი, იქ ფიქსირდება, დგას იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა და როცა საჭიროა, მაშინ დისტანციურად გაეშვება და იქიდან აფრინდება ეს რაკეტა. შახტების განთავსებისთვის გამოყენებული იქნება სევეროდვინსკში ბაზირებული სამხედრო სატრანსპორტო გემი ზვიოზდოჩკა, რომელიც აშენებულია მძიმე ტექნიკის ზრույთ გადასაზიდად და სავარაუდოდ სპეციალური წყალქვეშა ნავი საროვი. ამის შესახებ მიუთითებენ ნატოს წყაროები. ჰელგე ადრიანსი არის ოფიცერი გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალებში და გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომელი. ასეთი პროექტი განიხილება როგორც მცდელობა შეანცირონ დამოკიდებულება ძალიან რთულ და ძვირადღირებულ რაკეტსატყორცმ პლატფორმებზე, როგორიცაა წყალქვეშა ნავები. წყალქვეშა შახტების არსებობის შემთხვევაში რუსეთს შეეძლებოდა შეენარჩუნებინა თავისი ბირთვული პოტენციალი, მაშინაც კი, როდესაც ფინანსური რესურსები შეზღუდულია. ანუ პუტინი უბრალოდ ცდილობს როგორმე დააზოგოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ზღვის ფსკერზე განთავსებით. მისი აზრით, ამ ოფიცრის აზრით, გერმანიაში ამ მიდგომას ორი ძირითადი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში მათი განეიტრალება ძალიან ძვირადღირებული ჩანს. ძვირადღირებული, რადგან საჭიროა გამოთვალოს ზუსტად სად ზღვაში ან ოკეანეში მდებარეობს ეს გამშვები შახტი. ცადო, სცადო და შეუტიო და ასე შემდეგ. მეორეც, ეს მეთოდი საშუალებას გაძლევს დაზოგო წყალქვეშა ნავებზე და მათ ეკიპაჟებს. შედარებით მცირე ძალისხმევითა და ხარჯებით, რუსეთს შეეძლო მიეღო იგივე ეფექტი, ვისთვისაც ახლა მას ეკიპაჟიანი წყალქვეშა ნავები სჭირდება. მაგრამ ასეთ პროექტს, რა თქმა უნდა, აქვს უარყოფითი მხარეებიც. საჭიროა ბრძოლა ოკეანის დინებებთან და შახტების დანალექიანებასთან. მოგიწევთ ტექნიკურად უკიდურესად რთული საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც დაკავშირებულია რაკეტების განთავსებასთან, ელექტრომომარაგებასთან და მათთან მონაცემთა გაცვლასთან. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ამ ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებას, თუ რუსებს ეს მართლაც გამოუვათ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ასეთი შესაძლებლობა თავადაც რეალობად აქციონ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოში ეს შეამჩნიეს, ვიმედონებთ, ადრეულ ეტაპებზე. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დაატკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.